იმ სულს, რაც ყველას შესაძლოა საარჩევნო მართოთ გულისხმობ არასოთქო ორგანიზაციას. როგორც იხარით, ჩვენ გვაქვს პეტიციის პროექტი. ვინაიდან ჩვენი როდესაც CESCOM ეს გადაწყვეტილება მიიღო, მაშინ არასამთავრობო ორგანიზაციები, მათ შორის SAIA, ვიყავით ძალიან კრიტიკულები ამ გადაწყვეტილების მიმართებაში, რადგან ვფიქრობთ, რომ მედიისთვის შეზღუდვების დაწესება იქ რთულად და ცუდად აისახება საარჩევნო პროცესი და კენჭისყრის დღეს უნდა კონდეს მედიას საშუალება იმისა, რომ დააკონტროლოს პროცესები, იმიტომ რომ მთავარი მონიტორინგის განხორციელებელი ორგანო სწორედ შეიძლება მედია იყოს ამ სფეროში. 54 ჟურნალისტი გამოიკითხა ამ საკითხზე და მაგთგან ძალიან დიდი რაოდენობა, აბსოლუტური უმრავლესობა ჟურნალისტებისა თვლიან, რომ ეს აქტი მართლაც უწესებს შეზღუდვებს და კარგი იქნება თუ ის არ იარსებებს. ჩვენ ვართ ცენტრალური საარჩევნო კომისია დღეს წარმოდგენილი რამდენიმე წევრით და გსურს მოვისმინოთ რეალური არგუმენტები და ის საფუძვლები, რომელიც შეიძლება გახდეს ამ დადგენილებაზე მსჯელობის საფუძველი. აქედან გამომდინარე, მარტო მე არ ვარ ამის ინიციატორი, CESCOM მზად არის განხილვაში მიიღოს მონაწილეობა.